რუსთავი ორი კვლავ აგრძელებს თავის ბინძურ კამპანიას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინააღმდეგ. დღეს საღამოს დაგეგმილია უბინძურესი გადაცემის გაშვება, რაც უკვე დაანონსებულია რუსთავი ორის მიერ. მთელი ამ ეგრეთ წოდებული სიუჟეტის მიზანი ისევ და ისევ ცალკე ცოტნე გამსახურდიას პატივისა და ღირსების შელახვა და რა თქმა უნდა ქალბატონი მანანაძე მთლიანად გამსახურდიების ოჯახის შეურაცხყოფაა. სიუჟეტის ანონსი, რომელიც სულ 24 წამი გრძელდება, რამდენიმე საკითხს ეხება. 4-წლიანი რეაბილიტაციის გზა, ცოტნე გამსახურდიას პირველი სიტყვა თავდასხმის შემდეგ და ეგრეთ წოდებული ოჯახური დავა და შვილისთვის ჩაკეტილი კოლხური კოშკი. მგონი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა, ნუ თუ ესაა შედეგი 4-წლიანი რეაბილიტაციისა. რა თქმა უნდა, სხვა შედეგს რატომ უნდა ველოდოთ, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას არ უტარდება არანაირი სარეაბილიტაციო მკურნალობა. და მრავალჯერ აღნიშნულს გავიმეორებ, ამ ვინმე კაგებეშნიკის შვილის ჯაბაურის ცოტნეზე მიჩენის მთავარი მიზანიც ხომ ზუსტად ეს გახლავთ. რომ ყველანაირად შეფერხდეს ცოტნეს რეაბილიტაცია და ხელი შეუშალონ მის რეალურ მკურნალობას. მას შემდეგ, რაც ცოტნე დააშორეს დედას, ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას, ცოტნეს არ ჩატარებია არანაირი მკურნალობა, რეაბილიტაციაზე ლაპარაკით ზედმეტია. მას არ უტარდება მისი მდგომარეობისთვის ადეკვატური პროცედურები. ამიტომაც მკურნალობის 4 წლის შემდეგაც მისი მდგომარეობა კვლავ უმძიმესია, რაც ხელოვნურადაა გამოწვეული. ანონსში ჩანს თუ როგორ სვამენ ცოტნეს ტელევიზორის საყურებლად, რაც გამაუგნებელია და უპრეცედენტო შემთხვევაა. როგორ შეიძლება ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ტელევიზორთან დასმა? ეს ხომ მის მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. საერთოდ რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, მას მოუწევს სასამართლოში პასუხისგება, რადგან სიუჟეტში გამოყენებული კადრები პირდაპირ დარღვევა ადამიანის უფლებებისა. ეს გახლავთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირის პატივისა და ღირსების შელახვა. ცივილურ სამყაროში უძლურებაში მყოფი ადამიანის მკურნალობის თუ მდგომარეობის შესახებ ყოველთვის ზეპირი განცხადებებით კმაყოფილდებიან. ამ სიუჟეტში გამოყენებული კადრები კი შეურაცხყოფაა ცოტნე გამსახურდიასი, რადგან მისი ნების გარეშე ხდება მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი 157 პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა ვკითხულობთ. პირველი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მეორე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით, გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე. მესამე, ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი ანგარებით არაერთგზის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 5 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. მეოთხე, ამ მუხლის პირველი, მეორე ან მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურეობრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა, ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე. თანამდებობების დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. რაც შეეხება სიუჟეტის ანონსში აღნიშნულ მესამე საკითხს, ბოდვებს კოლხურ კოშკთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და ამ პოსტში საუბარი ამ თემაზე ზედმეტად მიგვაჩნია. მერაბ ამილახვარის Facebook პოსტი 26 ნოემბერი 2023 წელი. პოსტკრიპტუმი. ანა ჯაბაურმა და კოკო გამსახურდიამ საჯარო სივრცეში პრესაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი ღარიბაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ზურა აზარაშვილს, რაც უნიჭო მცდელობაა მათ მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა.